მინდა გისურვოთ ბედნიერი და ჯამრთელი წარმატებული კვირა და მიხარია თუ შემოგვიერთებით, იმიტომ რომ დღევანდელი ჩვენი თემა ძალიან აქტუალური და საინტერესოა. გაზაფხული და ჩვენი გულის ჯამრთელობა. მოგეხსენებათ, რომ გაზაფხული ეს ის დროა, როდესაც ბუნება იღვიძებს, გრძელდება დღეები, მზის სინათლე გვანიჭებს ენერგიას, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. ეს სეზონი ჩვენ გულსისხმთა სისტემაზე არც თუ ისე კარგ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ ბევრი ადამიანი ეძებს რჩევებს, როგორ დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობა და თავიდან აიცილოს სეზონური პრობლემები. დღეს ჩვენი სტუმარი არის ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ეკოსისტემა პინეოს კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და რაც მთავარია, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ბატონი ზურაბ კლიმიაშვილი. ზურა მოგესალმებით, დიდი სიყვარულით და პატივისცემით და ჩემს მშენელს მინდა უთხრა, რომ დღევანდელი ჩვენი თემა დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო იქნება, როდესაც ჩვენ ამ გადაცემისთვის ვემზადებოდით და ზურას ვთხოვეთ დახმარება, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა არ ყოფილიყო ჩვეულებრივ ფორმატში, კითხვა-პასუხის და რჩევების, უბრალოდ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ გვესაუბრა ლოჯისტიკაზე, მარტივად რომ ვთქვათ, როგორ უნდა მოუაროთ ჩვენს ჯანმრთელობას, რომ ზაფხულის სეზონზე დავიცვათ თავი სერიოზული კარდიოლოგიური გართულებებისგან. ზურა, თუ შეიძლება დრო თქვენ ეთერს აღარ დავიჭერ და პირდაპირ კითხვას დაგისვამ. გვასწავლე, როგორ მოვიქცეთ, რომ გაზაფხული ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასიამოვნო და სასურველ სეზონად გადავაქციოთ. გამარჯობა ნინო. გამარჯობს. აქ მაინც შევხვდეთ ხომ ესე ჩვენი გადატვირთული. კი, ჩემთვის დიდი ფუფუნება იყო დღეს შენი ნახვა ზურა და ძალიან მეხარია. მივესალმები ამ მსმენელებს და მადლობა მოწვევისთვის და მადლობა ამ აქტუალურ თემაზე საუბრისთვის, რასაც დღეს ჩვენ ვაპირებთ. დაიწყე ძალიან ლამაზად გაზაფხულის დიდი ამბებით, გამოღვიძებით. ხო, ესეთ ფონად სინების ჭიკ-ჭიკიც უნდა ვქონოდა. გამწვანებით, რომ იღვიძებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება მეორე ნაწილს გაზაფხულისას და გულის კავშირისას. Ну გაზაფხული თავისი, ასე ვთქვათ, გამოღვიძებასთან ერთად დაკავშირებულია გარკვეულ არასტაბილურობასთან. ეს არის ტემპერატურის არასტაბილურობა, ეს არის წნევის არასტაბილურობა, გარემო წნევის არასტაბილურობა და რაც თავის მხრივ უკვე გარკვეულ რისკს ქმნის გულთან მიმართებაში. იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ გულსიზრხთა დაავადებები, ან არა აქვთ და აქვთ გარკვეული რისკები გულსიზრხთა დაავადების განვითარებაში. ეს მეორე კატეგორია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და მოწყვლადია. ვინც არ იცის, რომ აქვს გულსიზრხთა დაავადების რომელიმე ფორმა. რადგან ვისაც აქვს, ასე თუ ისე გარკვეული ინფორმაცია აქვს. ზოგი მკურნალობს, ზოგი შეიძლება არ მკურნალობს, მაგრამ ზოგი მარტო წუწუნებს. ინფორმაცია აქვს, რომ მას პრობლემები აქვს და გარკვეულ სიფრთხილის ზომებს შეიძლება მიმართავდეს და ის კატეგორია ადამიანების ვინც არ იცის რომ აქვს რაიმე პრობლემა გულსიხთა რომელიმე ფორმა დაავადების და არის რისკების მატარებელი, აი იქ ეს არასტაბილურობა გარემოში, კლიმატში, ტემპერატურის გარემოში, წნევის მერყეობის შეიძლება აღმოჩნდეს ერთ-ერთი მიზეზი, მაპროვოცირებელი ამა თუ იმ გართულებისა საუბრობთ გულსიხთა დაავადებებზე და გულსიხთა დაავადებების გართულებებზე როცა საუბრობთ, პირველ რიგში ეს არის გულის ისემიური დაავადების ყველაზე ისეთი მწვავე ფორმა, რომლის სახელიც ყველასთვის ცნობილია, ინფარქტი, ან წნევის მნიშვნელოვანი მერყეობა, თავისი მკვეთრი ცვალებადობით, რომელიც თავის მხრივ ასევე როგორც გულის, ასევე შეიძლება ადამიანის ნებისმიერი სხვა ორგანოს პრობლემის მაპროვოცირებელი გახდეს. საუბრობთ წნევის მკვეთრ მერყეობაზე. ამიტომ ადამიანებმა რომლებმაც არ იციან თავი რომ მას აქვს გულსიხთა დაავადება, რომლებიც არ მკურნალობენ, მაგრამ არიან უკვე რისკის კატეგორიაში და მოდით აქვე ძალიან მარტივი რისკები ჩამოვთვალოთ. კი, ძალიან კარგი იქნება. რომლებიც ყველასთვის შეიძლება ადვილად ჭარბიწონა და შაქრიან დიაბეტს და თამბაქოს წავალებას რო იტყვი უკვე ვიცი. ნუ შენ უკვე თქვი აღარ გავიმეორებ მაშინ. ხო, პირველ რიგში მაინც ასაკობრივი კატეგორიით დავიწყოთ, ხო, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებმაც მამაკაცებზე მაქვს საუბარი, გადააბიჯეს 90 წლეულს, ანუ 40
განსაკუთრებით ყურადღება ამ შემთხვევაში საჭირო და ქალბატონები მოდით აქ ასაკს რომ პირდაპირ კონტექსტში არ შევეხოთ, იქ სადაც უკვე მენოპაუზა დადგა. აი ეს ორი კატეგორია ითვლება უკვე რისკის თავისი ასაკთან მიმართებაში და ამის შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანია პირველი რაც თემა რომ ის რაც თქვათ ჩვენ ექიმებმა კვლევებით უნდა განსაზღვროთ დამატებითი რისკ ფაქტორები. ნუ ეს ექიმების საქმეა, თუმცა თუ პაციენტებს ადამიანებს ამის შესახებ ექნებათ ინფორმაცია, ხანდახან თვითონ მიდიან ექიმთან და იქნებ შემიმოწმოთ ეს. მაგალითად როგორც არის სისხლში შაქრის უკვე ახსენე დიაბეტი, მაგრამ შეიძლება არ ქონდეს დიაბეტი, მაგრამ დარღვეული ქონდეს გლუკოზის მეტაბოლიზმი და ძალიან მნიშვნელოვანია ამისი ცოდნა. ისევე როგორც ვთქვათ ქოლესტერინის ესეც საყოველთაოდ მიღებული თემა არის რომ აი ქოლესტერინი მაღალი გაქვს, თუმცა ხშირად არასწორად ინტერპრეტირებადია და არასწორი მიმართულების მიმცემი თუ პროფესიონალურმა ზოგჯერ პაციენტი ისეთ უმნიშვნელო საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი გამოჩნდება ხოლმე იმ ანალიზებში ძალიან მენიშნა ეხა არასწორად ინტერპრეტირებული ანალიზები. ეს ძალიან ისეთი თემებია. რაც შეეხება ასაკი უკვე ზედმეტი წონა ახსენე და ეს ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მარტო ის კი არ არის, რომ ვიზუალურად ადამიანს ზედმეტი წონა აქვს, სიმსუქნე აქვს და დადის ამ იმით. ეს უკვე ფაქტია, რომ მისი ცხოვრების წესი არაჯანსაღი არის, აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში, ну თუ არ ჩავთვლით გარკვეულ სხვადასხვა ტიპის პათოლოგიებს, რომელსაც მოუწესრიგებლობის შემთხვევაში მოყვება წონის ჭარბი იმატება და ну ეს ცალკე თემაა, მაგრამ უხშირეს შემთხვევაში ზედმეტი წონა ეს არის არაჯანსაღი ცხოვრების წესი. არასწორი კვება, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, არასაკმარისი არაჯანსაღი ძილი. აი სამეული ქმნის ამ თემას, რომელიც მე ფაქტად მოდის ექიმთან, რომ მას არ აქვს უკვე ჯანსაღი. ამ ტიპის ადამიანებში ზუსტად იქ სადაც მათ არიციან რომ აქვთ მაღალი წნევა, არ გაუზომიათ ელემენტარულად. თუმცა ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ განსაკუთრებით აი ამ ასაკს ზემოთ ერთხელ მაინც უნდა გაიზომოს წნევა და იცოდეს რა ციფრებში აქვს მას არტერიული წნევა კონკრეტულ შემთხვევაში, ხო? ამ ტიპის ადამიანებმა განსაკუთრებით აი ესეთ გარდამავალ პერიოდებში, რომელშიც ეხლა ვიმყოფებით, გაზაფხული დგება, ხო? სასურველია და საჭიროა, უფრო ასეც ვიტყვი, გარკვეული ყურადღება მიაქცევონ თავიანთ ჯანმრთელობას, ელემენტარული ისეთი ნებისმიერი უჩვეულო მათთვის შეგრძნება, რომელიც ჩვეულებრივად არ აქვს, შეიძლება იყოს ერთ-ერთი სიგნალი იმისა, რომ აი სწორედ ამის კითხვა მინდა და უკაცრავად შეგაწყვეტია, რომ რა არის ის კლინიკური ჩივილი თითქოს და არც თუ ისე თვალშისაცემი და შემაწუხებელი, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს რისკი იმისა, რომ გვჭირდება ჩვენ აუცილებლად კარდიოლოგის დახმარება. ხო, მოდით ისე შემოფარგლოთ ეს, იმიტომ რომ როგორც კი ადამიანები პაციენტები კითხულობენ, აი აქ მტკივა რაღაც გულმკერდზე და გამოვკითხავთ ასე ვთქვათ, როგორია ეს ტკივილი, ხასიათი, წარმომავლობა, ასე შემდეგ კავშირი რაღაც თემასთან, ხო და რო ვეტყვით, რომ იცი რა ეს არ არის გულის ტკივილი, ეს არ არის სტენოკარდია. იცით რომ მიბრუნებენ კითხვას, რომ როგორ აბა სტენოკარდია როგორია და როგორ წესი ესე ხალხსახა მინიშნებას არ ვაძლევ, იმიტომ რომ მე მათი გონება ერთვება რომ ისეთი ტკივილი ფანტომური ტკივილებიც ხო ამიტომ აი წეგან ვახსენე სიტყვა უჩვეულო ნებისმიერი უჩვეულო შეგრძნება რაც მათთვის არ იყო ჩვეულებრივად სახასიათო რაც მათთვის სახაზე არ იყო ეს არის რაღაც სიგნალი ამიტომ მან ადამიანმა რო არ დაიწყოს ეს რისია შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ექიმთან გარკვევს და თუ არ არის მნიშვნელოვანი გამოირიცხება თუ რამე საყურადღება დროზე მიექცევა ყურადღება რაც შეეხება მოდით ძალიან ზოგადად რომ თქვათ ეს არის დისკომფორტი გულმკერდში განსაკუთრებით საყურადღებოა რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ ფიზიკურ ან ემოციურ აქტივობასთან. როდესაც ნებისმიერი ასეთი ტიპის დისკომფორტი გულმკერდში არ აქვს მნიშვნელობა, მოდით ასე ვთქვათ, რომ კიდე თუ არა მარცხნივ, სადაც ადამიანებს უმეტესობას გონია, რომ გული მარცხნივ არის და აი მარცხენა ნაწილში გულმკერდის აქვს ეს ჩივილი. არ აქვს მნიშვნელობა გულმკერდის ნებისმიერ ნაწილში. მარცხნივ, მარჯვნივ, შუა ყველაზე საყურადღებოა ისე ცოტა უფრო დავაკონკრეტოთ, ხო? ხო? შუა ნაწილი, აი მკერდის ზვლის ნაწილი. თუ ამ არეალში წინ უკან ხო გულმკერდის წინ უკან თუ ამ არეალში რამე უჩვეულო შეგრძნება ჩნდება ეს არის სიგნალი რომ მიაქციოს ყურადღება და განსაკუთრებით თუ ეს დაკავშირებულია ამა თუ იმ ფიზიკურ ან სტრესულ ფაქტორებთან. დღის რაიმე მონაკვეთს თუ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ხო, ესეც ძალიან საინტერესოა. თვითონ ამ ჩივილის
თან დაკავშირებით რომ ყურადღება მიაქციოს დღის რა მონაკვეთშიც არ უნდა კონდეს მაგ ყურადღება უნდა მიაქციოს მაგრამ ის დღეღამის ის მონაკვეთები რომელსაც ქვია გარდამავალი ეპიზოდი განსაკუთრებით ეს არის ყველაზე ისეთი საყურადღებო ადრედილის საათები როდესაც ფიზიოლოგიურად ხდება ჰორმონალური გადაწყობა ორგანიზმში და თქვათ იგივე მოდით ასე ვთქვათ წნევა რეალურად ჩვენი წნევა არტერიული წნევა ხო დღის განმავლობაში შედარებით მაღალია ვიდრე ღამე ძილში და ეს ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ასე ვთქვათ ვარიაბელობაა წნევის და ძალიან მნიშვნელოვანი ამას თავისი აუცილებელი პირობები გააჩნია და გარდასვლა აი ღამის წნევიდან დღის აქტიური პერიოდის წნევა ხდება ადრე-დილის საათებში დაახლოებით 6-8 საათის ფარგლებში არც თუ ისე იშვიათად აი ასეთი რისკის პაციენტებს ამ პერიოდში აქვთ წნევის მკვეთრი გადასვლა ანუ არა ფიზიოლოგიური თანაზომი არამედ უკვე პათოლოგიური როდესაც მკვეთრად ხდება დაბალი წნევის პირობებიდან მაღალ წნევის მატება და ეს შეიძლება იყოს რისკის განსაზღვრელი ამიტომ რახან ამ წნევას შევეხე აქვე მოკლედ ჩამოვაყალიბებ რომ ამ პერიოდში აი ზუსტად ეხლა როდესაც არასტაბილური კლიმატური პერიოდი გვაქვს გაზაფხული თავისი ყველანაირი სილამაზით გამწვანებით გამოღვიძებით მაგრამ არასტაბილურობით ხო ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთხელ მაინც ფოტოჟურის ემოციური სტატუსისთან რა თქმა უნდა ითვლება ემოციური სტატუსით რა თქმა უნდა და დღეს უკვე არსებობს ძალიან კარგი საშუალებები წნევის სწორი გაკონტროლების, სწორი შეფასების, ასე ვთქვათ. ერთხელ მაინც თუ ოდნავ მეტი მოეჩვენათ წნევას, არის ასეთი ეგრეთ წოდებული 24 საათიანი წნევის ჩამწერი მოწყობილობები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან და კარგ ინფორმაციას გვაძლევენ რეალურად. არაერთი შემთხვევა მაქვს, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ პაციენტს ღისით იზომავს წნევას და არა აქვს, მაგრამ ღამე აქვს რეალურად მატება წნევის, არც იცის და დილით იღვიძებს დაღლილი რაღაცა დისკომფორტით და არ იცის მიზეზი. ამასობაში აი ეს ღამის ძილი არ იყო მშვიდი, ღამის წნევა იყო მაღალი და ამან გამოიწვია ეს რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემა და რისკ ფაქტორია. და არის უამრავი სხვა ვარიანტებიც, რომელიც შეიძლება აქ რა ჩაგეკითხო ერთი კითხვა, მაგრამ აი ღამის არტერიული ჰიპერტენზიასთან დაკავშირებით რაც მე ვიცი და წამიკითხავს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ღამის აპნოე. ხო. რომელმაც შესაძლებელია სერიოზულად გააუარესოს აი დილის დაღლილობასთან დაკავშირებით, როცა ელაპარაკე. აპნოე მარტო კაცების ავადმყოფობა არ არის და ხშირად სულაც არ არის წონასთან შეჭიდული, ხო? კი, უმრავლეს შემთხვევაში ასეა. აი იმ ჩამონათვალში, რომელიც ახსენე არტერიული ჰიპერტენზიის რისკ ჯგუფში, შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური ცვლა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შედიან თუ არა ის პაციენტები, რომლებსაც ზოგადად იციან, რომ აქვთ ღამის აპნოე. თუ გინდათ ახალგაზრდა ასაკში. ძალიან კარგი და საინტერესო საკითხი და საკითხი კი არა რეალურ პრობლემას შეეხე. ღამის ძილის აპნოე დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკის კატეგორიის შემადგენელი ნაწილია გულსისხლთა დაავადებების რისკისა და ზუსტად კი ბატონო არ არის აუცილებელი დიდი წონა ჰქონდეს ადამიანს, თუმცა დიდი წონა ხშირად არის მასთან დაკავშირებული, თუმცა სასუნთქი გზების ესა თუ ის პათოლოგია ასევე დაკავშირებული, არა მარტო სასუნთქი გზების, იქ არის კიდე ცენტრალური ნერვულ სისტემაში არსებული სხვა პათოლოგია, რომელსაც შეუძლია ღამის აი აპნოეს ეგრეთ წოდებული, ანუ სუნთქვის პაუზა ახსნათ, ხო, რას ნიშნავს აპნოე? ძილში სუნთქვის პაუზა, როდესაც თითქოს აჩერებს სუნთქვას და მე ერთბაშ აი ოჯახის ესა თუ ის წევრი მეუღლე ან შვილი მოდის და იცი რა გააჩერა და მე უცბად დაიწყო. ვითვლით მე მომისმენია როგორც უთქვია ადამიანს რომ მე მაგალითად ვითვლი და თუ 15-16-ს გადააბიჯებს დათვლას მე უკვე ვიწყებ გამოღვიძებასო. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორია და შეჭიდულია ისეთ პრობლემებთან, როგორც სხვათა შორის ერთის მხრივ ხო წონა თავის მხრივ ერთ-ერთი შეიძლება თანაპირობა იყოს ამ ძილში სუნთქვის შეჩერების და ძილის აპნოეს განვითარების და თავის მხრივ ძილის აპნოე გარკვეული ფიზიოლოგიური მექანიზმებით ხელს უშლის წონაში კლებას. ნახე როგორ მანკიერი წრე შეიკრა. წონაში კლებას და ასევე გარკვეული იქ ჰორმონალური გადაწყობების გამო წნევის მატებას. ანუ ეს მარტო ესთეტიური და ის პრობლემა კი არა რომ ხმაური და ვიღაც ოჯახის წევრი შეეშინდა რომ პაუზა შეწუხდა. თვითონ მისთვის არის აი ესეთი მანკიერი წრის შემკრელი და ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ
დღეს მთელი უკვე მიმდინარეობა ამ პრობლემის შემსწავლელი, ასევე სპეციალური დანადგარების ძილის კვლევის კი, მე მინახავს ერთერადი საათები, რომელიც საათები და ასევე გარკვეული მოწყობილობები, რომელიც სუნთქვის ფაზებს იწერენ და უკვე ვიკვლევთ თუ რა რაოდენობის პაუზებია. გარკვეული რაოდენობის პაუზების შემთხვევაში, არ არის ისეთი დიდი დარღვევები, მაგრამ გარკვეულ პროცენტს თუ გადაცილდა, ეს არ არის ძალიან დიდი პროცენტი, თუ გადაცილდა ეს პაუზების რაოდენობა, ის უკვე სერიოზულ პრობლემად ითვლება და გულსახა დაავადებების ამა თუ იმ გართულების და ამიტომ დროულად სჭირდება მას ყურადღების მიქცევა. დღეს უკვე არის საშუალებები სხვადასხვა მიმართულების, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობენ. დიახ და აგვარებენ. ზურა, რამდენად ხშირად მოდიან ხოლმე პაციენტები პოლიკლინიკურ ნაწილში, ასე ვთქვათ, ამბულატორიულ ვიზიტზე ექიმთან, რომლებსაც არ აქვთ ასეთი გამოხატული კლინიკური ჩივილები, მაგრამ ითხოვენ, რომ მოხდეს მათი შემოწმება, იგივე აი ჰოლტერ მონიტორინგი ან რაღაცა დამატებითი რჩევების მისაღებად. ეგეც ძალიან კარგი კითხვა არის და ძალიან ნიშნულოვანი. ხო. წლების წინ ძირითადი მომსვლელი ნაკადი პაციენტების იყო ჩივილებით, რომელსაც ესა თუ ის ჩივილი ჰქონდა და ძალიან იშვიათი იყო, რომელიც პაციენტი და გარკვეული ასაკობრივი ჯგუფი ალბათ, ხო, შედარებით უფრო ასაკობრივი, ასე ვთქვათ. და ძალიან იშვიათი იყო, მე შეიძლება ვერც გავიხსნა თუ გავიხსენე თითებზე იყოს ჩამოსათვლელი, ისეთი ადამიანი პაციენტი, რომელიც მოვიდოდა და იცით რა, აი პრევენციისთვის, პროფილაქტიკისთვის მინდა ანალიზების და რაღაც გარკვეული კვლევების გაკეთება. შეიძლება ვთქვა, რომ ეხლა დღევანდელ დღეს ამ ტიპის ადამიანების რაოდენობა მოიმატა და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ რაც დროულად მოხდება პრევენციული გამოკვლევები და ამა თუ იმ პრობლემის გამოვლენა ან გამორიცხვა მით უკეთესი არის ყოველთვის შემდგომი ბედი ამა თუ იმ ადამიანისა, ხო? რომ მოდის ადამიანი პაციენტი, ხო? მას შეიძლება არაფერი არ აწუხებს, მაგრამ აი რისკის კატეგორია ვთქვი, ხო, 40 წელს ზევით. მეტნაკლებად რაღაცა ეჭვი მაინც აქვს, ხო, ფიქრში იმისა, რომ აი უკვე ასაკში შევიდა და რამე არ ქონდეს. ეს ფიქრი თუ არ გამოირიცხა, ხო, ყოველთვის უტრიალებს თავში. თავისთავად სხვა დატვირთვის მიზეზი ხდება. გადაერთო სხვა საქმეზე, ან საქმე სამსახურში არ მეგობრებ, მაგრამ დარჩება მარტო ისევ და როგორც კი გამოირიცხება, რომ ამ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ რისკის ფარგლებში ასაკობრივად, მაგრამ არ აქვს სხვა დამატებითი რისკ ფაქტორები და ის თავისუფალია და შეუძლია ჯანმრთელი ცხოვრების წესის გაგრძელებით იყოს ისე ბედნიერი და იხაროს გაზაფხულის მოსვლით, ხო, ყოველგვარი საფრთხეების გარეშე. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომენტი. და მეორე ნაწილი, თუ ამ ეჭვს მოყვა დაფიქსირება, რომ რეალურად რაღაცა პრობლემა, რომელიც იმ შემთხვევაში აუცილებლად გაცილებით ნაკლები, მცირე იქნება, ვიდრე ვთქვათ რაღაც წლების შემდგომ, როდესაც უკვე პროგრესირებს და გართულდება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დროულად მოხდა აღმოჩენა და გაცილებით ნაკლები ძალისხმევა ჭირდება ასეთი ადრეულ დროზე გამოვლენილი პრობლემის მოგვარებას და ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ როდესაც გულსიზრახთა დაავადებებზე ვსაუბრობთ, ჩვენი ამ სისტემის დაავადებების აბსოლუტური უმრავლესობა არის ქრონიკული, რაც თავის თავში გულისხმობს, რომ დაისვა დიაგნოზი, მას უნდა მუდმივი მთელი ცხოვრების განმავლობაში არა მარტო მონიტორინგი, არამედ მკურნალობა. მედიკამენტოზური და აი ეს შემთხვევები, როდესაც დროულად გამოვლინდა, ვთქვათ, წეღან წნევაზე ვსაუბრობთ, არტერიული ჰიპერტენზიაზე ვსაუბრობთ, ხო? მე შევიდა თქვა, რომ დღეს უკვე არაერთი ადამიანია, რომელთანაც ძალიან მალე მოხდა ამ პრობლემის დაფიქსირება, ცხოვრების წესში გარკვეული კორექციების შეტანის ხარჯზე, შეიძლება ზოგთან მედიკამენტის მიხმარებით, ან მის გარეშე პრობლემა მოგვარდა, ხო, ჯანსაღი ცხოვრების წესი მათ გააგრძელეს და დღეს მედიკამენტს არ სვავს ეს ადამიანი. რაც ეს არის ძალიან მცირე ნაწილი იმისა, საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში იმ ფორმით მოდიან, როდესაც უკვე მუდმივად ჭირდება. როგორც ნებისმიერი დაავადების დროს, ონკოლოგიურ დაავადებებშიდაც ასეა, დაავადებების დიაგნოსტირება ხდება როგორც წესი უკვე მაღალ სტადიაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ექიმთან მისვლადობა არის ძალიან შეფერხებული. სხვადასხვა ონკოლოგია ახსენე და მაშინ აქაც პარალელს გავავლებ. აბსოლუტური უმრავლესობა რისკ ფაქტორების ონკოლოგიას და გულსახთა დაავადებებს აქვს ერთი, საერთო. დიახ.
კი, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი დაავადება არის, რომელშიდაც კიდევ უფრო მეტი ონკოლოგიურ დაავადებებს შეიძლება ყველა ონკოლოგიურ პათოლოგიას არ ქონდეს ისეთი გენეტიკური დატვირთვა, როგორიცაა გულსისახლე და ოჯახური ტრადიცია პირველი რასაც ფიზიკური აქტივობა, იქ არის ნიუანსები, იგივე ძილი სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს დღეს მედიცინა იწყებს ცოტა სხვაგვარად ფიქრს, მოდი ესეც ვთქვათ, ხო? ჩვენ ეგრეთ წოდებულმა დაყოფამ ვიწრო სპეციალიზაციებად, ვთქვათ, კარდიოლოგია უზარმაზარი ნაბიჯებით განვითარდა და დღეს შეიძლება ვთქვათ 20 წლის წინ, როდესაც ცოტა მეტი ხნის წინ კიდე როცა ექიმობის პირველ ნაბიჯებს ვდგავდით, ხო? ვერც კი წარმოგვედგინა დღეს რაც ხდება ეს. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ეთი მაღალ ტექნოლოგიურ განვითარების ხარჯზე ეს პროგრესი მოვიდა და ეს ზუსტად ვიწრო სპეციალიზაციამ გააკეთა. იგივე ეხება ონკოლოგიაში უზარმაზარი ნაბიჯები წავიდა, იგივე იმიტომ რომ ვიწრო სპეციალისტები უფრო მეტად კონცენტრირდნენ პრობლემას და მაგრამ დღეს მედიცინა იწყებს ფიქრს კიდევ უფრო სხვანაირად. ეს ვიწრო სპეციალიზაციების განვითარებამ ცოტა გააბნია ერთი ხედვა, საერთო ხედვა და ძირითადი მე ეგრე გზავნილი, ასე ვთქვათ, მედიცინის რომ უკურნალე არა ავანტყოფობას არამედ პაციენტს, აი აქ დაიკარგა ამ ვიწრო სპეციალიზაციაში, ცოტა გაბნება მოხდა. ამიტომ ისე ვიწყება გაერთიანება, რომ ჩვენ ონკოლოგმა, ჰემატოლოგმა, კარდიოლოგმა, ნევროლოგმა, ცოტა ერთად ვიფიქროთ. მედიცინა საერთოდ გუნდურია და შეუძლებელია ერთმა რაც არ უნდა წარმატებული ექიმი იყოს, მიაღწიოს გამარჯვებას ისეთ სერიოზულ დაავადებებთან ბრძოლაში, რაზედაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, თუ მას არ ყავს ექიმთა ის დიდი გუნდი, რომელი გუნდიც მასთან ერთად დაუშვათ შეჭიდება და შეებრძოლება ამ დიდი დაავადებებს. არა მარტო პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ მას როდესაც რაღაც პრობლემა აქვს, იქ შეიძლება სხვა თამდევი იყოს. არამედ ჩვენ ექიმებმაც, სხვადასხვა ვიწრო მიმართულების სპეციალისტებმაც უნდა ვისწავლოთ ერთ ენაზე საუბარი და ერთმანეთის გვერდში გუნდური მუშაობა. და უცებ შემოგვეპარა დრო და სულ ახლა ჩვენ რამოდენიმე წუთით უნდა შევისვენოთ და ჩვენ შემდეგ ჩართვაში რაღაც შეჯამებასავით მინდა რომ გავაკეთოთ ზურა აუცილებლად.